ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 24 საათიანი კონტროლი ხორციელდება. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს დეპარტამენტის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროცესი. რა მეთოდები გამოიყენება ბრაკონიერობის წინააღმდეგ, როგორია სტატისტიკა და რა საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს დღეს ქვეყანაში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან ტარიელ ირემაძესთან ერთად გავარკვევთ. მოგესალმებით ბატონო ტარიელ, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ტარიელ, უკანონო ტყით-სარგებლობა დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორები და მიზეზები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა რომ ინტერესდებით ამ მნიშვნელოვანი თემით გამომდინარე იქედან რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 3 წლის განმავლობაში ყოველ წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არსებული თემა გულისხმობთ უკანონო ტყით-სარგებლობას და მასთან ბრძოლას არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი ის რომ ცხადია ბუნებრივი რესურსების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც მათ შორის ეკონომიკური განვითარების პრინციპებიდან არის გამომდინარე და მეორე რა თქმა უნდა ადამიანების კონკრეტული ესე ვთქვათ საკუთრების დაცვა და ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა. ეს ესე ვთქვათ ერთობლივი კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტი სხვა ესე ვთქვათ უწყებებთან ერთად ატარებს, გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელოვან ესე ვთქვათ ეტაპზე. პირველ რიგში აქ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაძლიერდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რასაც დაუშვათ გასულ წლებში მაგალითად ბოლო 5 წლის განმავლობაში იშვიათად გამოიყენებოდა, რამაც და ამაზე გადაცემის განმავლობაში ვისაუბრებთ, რამაც გაზარდა გამოვლენის სტატისტიკა და ერთის მხრივ დაწია ასევე ის სტატისტიკა, რომ სხვადასხვა რეგიონებში უკანონო ხე-ტყით-სარგებლობაზე იმდენი ესე ვთქვათ ფაქტები სტატისტიკაში აღარ ფიქსირდება წლიურად. სტატისტიკა აჩვენებს ბატონო ტარიელ და ახსენეთ ბატონო ტარიელ და 2024 წელს 2021 წელთან შედარებით 59%-იანი კლება არის დაფიქსირებული. აი, რამ განაპირობა ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება დანაშაულის? სტატისტიკა საკმაოდ კარგი ესე ვთქვათ სურათს გვაძლევს ამ წლების განმავლობაში თუ რა ესე ვთქვათ ტენდენციები იყო. თქვენ ახსენეთ და სწორად ესე ვთქვათ გაუსვით ხაზი ბოლო 5 წლის სტატისტიკურ ტენდენციას, რაც კლებადობაში მოდის, რაც ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორთან არის დაკავშირებული. პირველი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ მთავარი როლი უჭირავს საქართველოს მთავრობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პარლამენტს, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღნიშნული სფეროს მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე და დახვეწა შესაბამისი კრიტერიუმებისა და ნორმების. ეს გამოიხატა იმაში, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და ასევე დაიხვეწა ერთის მხრივ მონეტარული საჯარიმო ფინანსური სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ასევე თქვენ იცით რომ არ მხოლოდ ფინანსური სანქციები ამ ტიპის დარღვევებზე გათვალისწინებული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დგება რიგ შემთხვევებში. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო რომ აქაც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსში შესულიყო გარკვეული ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში შევიდა და ეს გამოიხატა იმაში, რომ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით გაიზარდა პასუხისმგებლობის ვადები, რაც ერთის მხრივ გამკაცრებისგან გადადგმული ნაბიჯი იყო და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა შემაკავებელი და პრევენციული ეფექტიც გააჩნდა ყოველივე ამას. გასულ წელს 2025 წელს დაფიქსირდა სამართალდარღვევის 1900 ფაქტი. ამ ციფრებზე რა შეგვიძლია რომ თქვათ მონაცემები წინა წლებთან შედარებით ანალოგიური პერიოდი რო ავიღოთ, გაზრდილია თუ შემცირებული? ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი 1900, რომელიც გამოვლენის თვალსაზრისით დაფიქსირდა კალენდარულ 2025, გასულ 2025 წელს, თუმცა გასულ წლებთან შედარებით გარკვეული კლებადობა მაინც შეინიშნება ამ ფაქტებში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკანონო ტყით-სარგებლობის რაოდენობა. აქ ასევე შესული არის უკანონო სახერხის საამქროების ამოღების ფაქტები, რომელსაც
ცალკე რეგლამენტი არეგულირებს მის რეგისტრაციას და ასე შემდეგ და ასევე აქ შედის უკანონო ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტებიც, შესაბამისად ჩვენ თუ განცალკავებულად ავიღებთ უკანონო ტყით სარგებლობას, ანუ გაჩეხვის ფაქტებს და ასე მოპოვების ფაქტებს, ვნახავთ რომ აქ კლებადობაა, თუმცა გამომდინარე იქედან რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მანდატი და ფუნქციები ვრცელდება მთელ საქართველოზე, მთელი საქართველოს მასშტაბზე, ჩვენ მუშაობთ ცხადია ყველა რეგიონში და დღითი დღე და წლიდან წლამდე ვაძლიერებთ ტექნიკურ შესაძლებლობებს და ტექნიკურ შესაძლებლობებში ძირითადად ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებს გულისხმობთ, როგორც არის უპილოტო საფრენი აპარატები, დრონების გამოყენება, ხამის ხედვის ბინოკლების გამოყენება, მიუვალ ადგილებში შესაბამისი სპეციალური საშუალებების გამოყენება, ეს ჩვენი პატრულების ეკიპაჟებს და ზოგადად სახელმწიფოს ეხმარება იმაში, რომ სამართლებრივი ნაბიჯები თითოეულ სამართალდარღვევას მიეცეს მყისიერად და მოხდეს თითოეულ პირის ან სანქცირება და შესაბამის შემთხვევაში პასუხისმგებაში მიცემა. მიმდინარე წლის პირველი თვეების მონაცემებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, რა ტენდენცია იკვეთება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით? რაც შეეხება მიმდინარე წლის ესე თქვათ სტატისტიკას, გასულია 3 ესე თქვათ თვე პირველ კვარტალში ჩვენი მხრიდან დაახლოებით 300-მდე სამართალდარღვევა არის ამ კუთხით, უკანონო ტყით სარგებლობის კუთხით გამოვლენილი. მინდა გითხრათ, რომ აქაც წინა წელთან შედარებით შეინიშნება გარკვეული კლებადობა, გამომდინარე იქედან, რომ 2025 წლის პირველ კვარტალს თუ ავიღებდით, იქ უკვე დაახლოებით 500-მდე იყო გამოვლენილი, ანუ 200-ით არის შემცირებული დაახლოებით. ეს ასევე იმას მიანიშნებს, რომ ჩვენ გასულ წელს საკმაოდ გავზარდეთ ეკიპაჟების რაოდენობა რეგიონალური მასშტაბით, იფარება მაქსიმალურად მეტი ლოკაცია საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც საკმაოდ ესე ვთქვათ დიდი კონტროლი მიმდინარეობს და პლუს ამას შევიძინეთ ასევე მნიშვნელოვანი სხვა ტიპის დამატებითი ტექნოლოგია, რომელიც ასევე საკმაოდ კარგ ეფექტურ საზედამხედველო ფუნქციებზე გაგვიყვანს ახლო მომავალში. ყველაზე მეტი სამართალდარღვევით რომელი რეგიონი გამოირჩევა და რა სახის დარღვევები არის ამ კონკრეტულ რეგიონში? რაც შეეხება რეგიონალურ გადანაწილებას, ეს არის საკმაოდ ესე ვთქვათ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი და სტატისტიკაში ხშირ შემთხვევაში ამ კუთხის ანალიზსაც ვაკეთებთ. ტრადიციულად გამოვლენის თვალსაზრისით მაღალი რიცხვი ხშირ შემთხვევაში კახეთის რეგიონში ფიქსირდება, თუ ისტორიულად წლებს გადავავლებთ თვალს და დღემდე ესე არის. ასევე საკმაოდ მაღალი გამოვლენა არის ხოლმე აჭარა-გურიის რეგიონში მთლიანად. და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა სამეგრელო ზემოსვანეთი და იმერეთიც საკმაოდ მაღალ ციფრებს აჩვენებენ ამ კუთხით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე რამდენიმე რეგიონი არ ჩამოვთვალე, მაგრამ აი ამ რეგიონებშიც, მაგალითად ცხეთამთიანეთში, ქვემო ქართლში და ასე შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გამოვლენები, უბრალოდ რამდენიმე რეგიონი დავასახელე გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით დიდი ციფრები გამოვლენის კუთხით ფიქსირდება ხოლმე აი ამ რეგიონებში. დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტად მუშაობენ მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის. რამდენად ეფექტიანია 24 საათიანი მონიტორინგი და ასევე ცხელი ხაზის მექანიზმი რა როლს ასრულებს სისწრაფის თვალსაზრისით, რეაგირების სისწრაფის თვალსაზრისით? საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი გახლავთ და მნიშვნელოვანი, რომ რეაგირება და დროში ესე ვთქვათ გაწერილი საქმიანობა იყოს მაქსიმალურად მცირე და ეფექტური იყოს კონკრეტული ფაქტის პრევენცია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე ესე ვთქვათ თვეა დეპარტამენტი მუშაობს საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მე გითხარით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება ჩვენი ესე ვთქვათ მანდატი დეპარტამენტის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, არა მხოლოდ ცენტრებში, ჩვენ მქონდეს ჩვენი ადმინისტრაციული წარმომადგენლობები. შესაბამისად, დეპარტამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა, რომ გაორმაგდეს ჩვენი ადგილობრივი ოფისები, რაც გამოიწვევს ასევე ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას და გაძლიერებას და დაიფარება ბევრად უფრო მეტი ლოკაცია ვიდრე დღეს.
დღევანდელი რესურსებს რაც შეეხება, ისე თქვენ კითხვას მინდა დაუბრუნდე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. პირველი ეს გახლავთ საკმაოდ ეფექტური 24 საათიანი მონიტორინგი, პატრულირება, ჩვენ მუშაობთ ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტროს საბატალონო პოლიციის პრინციპი რომ ავიღოთ, რაც საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მეტად ცნობილია ხშირ შემთხვევაში და ასევე მეორე თქვენ ახსენეთ ცხელი ხაზის მექანიზმი 153 და ასევე მოსახლეობას მინდა მიმართო ვისარგებლო შემთხვევით რომ ნებისმიერ დღის მონაკვეთში ეს არის 24 საათიანი ზარი უფასოა და ასევე ანონიმური შეუძლიათ დარეკონ და ნებისმიერ არა მხოლოდ უკანონო დღის სარგებლობაზე, ნებისმიერ გარემოსდაცვით დანაშაულზე შეატყობინონ ცხელხას და არა მხოლოდ დედაქალაქში, თითოეულ რეგიონში ჩვენი მხრიდან მოხდება მყისიერი რეაგირება და ესეც რა თქმა უნდა დაგეთანხმებით პატრულირებასთან ერთად არის საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმი გულისხმობს ცხელხას. გადაცემის დასაწყისში კი ახსენეთ სანქციების გამკაცრება. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რა მიმართულებით გამკაცრდა სანქციები, თუ არის მომავალში კიდევ გათვალისწინებული სანქციების გამკაცრება და რა შემაკავებელი ეფექტია ამ ყველაფერს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გავუსვა, მე მცირედით აღვნიშნე ეს ფაქტი, თუმცა გავშლი არსებულ საკითხს გამომდინარე იქიდან რომ გითხარით, როდესაც მაგალითად 5 წლის წინანდელ ფაქტებს გადავავლებ თვალს, იქ საკანონმდებლო ნორმების სამწუხაროდ ჯერ კიდე არ ყოფილა დახვეწილი და ამაზე მიდიოდა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამაზე მუშაობდა აქტიურად. ორი მიმართულებით დაიხვეწა. ერთი ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსში შესაბამისი მუხლები, რომელიც ითვალისწინებდა პირის სანქცირებას, მაგალითად იქ იყო შედარებით დაბალი საჯარიმო სანქციები, რომელიც იწყებოდა მაგალითად 100 ლარიდან, დღეს ყველაზე მინიმალური საჯარიმო სანქცია იწყება 500 ლარიდან და საკმაოდ მაღალ ციფრებსაც აღწევს. ეს ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორიც გახდა და სტატისტიკამ გვანახა ყოველივე ეს რაც შეეხებოდა ესე ვთქვათ ფინანსურ საჯარიმო სანქციებს და ასევე მნიშვნელოვანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი. თქვენ იცით რომ დღევანდელი მოცემულობით დეპარტამენტს არ გააჩნია საგამოძიებო ფუნქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი ფაქტის, ესე ვთქვათ, ნიშნების შემთხვევაში ჩვენ აღნიშნულ, ესე ვთქვათ, кейსებს ვაგზავნით ხშირ შემთხვევაში შესაბამის საგამოძიებო უწყებებში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის ესე ვთქვათ, მუხლები, რომლითაც შემდგომ აღნიშნული უწყებები ხელმძღვანელობდნენ, ასევე დაიხვეწა და გამკაცრდა, რაც გულისხმობს ერთის მხრივ პასუხისმგებლობის ზომების ვადების აწევას და მეორეს მხრივ კონკრეტული ნორმების, თანამედროვე ნორმების ჩამოყალიბებას სამართლის კოდექსში ამ მიმართულებით. პლუს ამას ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით დავამატო, რომ ბოლო დროს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხებთან დაკავშირებით არის საკმაოდ გაზრდილი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ დეპარტამენტი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებები მუშაობენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში უშუალოდ მოსახლეობასთან, აწვდიან მათ ინფორმაციებს, უფლებების თვალსაზრისით, ასევე ისმენენ მათ საჭიროებებს და ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით რეგიონალური მასშტაბით მოსახლეობასა და ჩვენი, ესე ვთქვათ, დეპარტამენტს და ასევე სამინისტროს სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებს შორის აღნიშნული ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში არის პოზიტიური, თანამშრომლობითი და კონფლიქტები ამ კუთხით შედარებით დაბალია ვიდრე გასულ წლებში.